როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია? მე ვარ ენდოკრინოლოგი ელგა გიორგაძე და წარმოგიდგენთ საინფორმაციო ვიდეოების ციკლს ენდოკრინოლოგიაში. გავიხსენოთ, რა ძირითად კვლევებს მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის სრულყოფილი შეფასება. ესენია ჰორმონული კვლევები, სადაც შედის TSH, FT4, FT3-ის განსაზღვრა, იმუნოლოგიური კვლევები, თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტირება და ასევე სტრუქტურის შეფასება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიით. განვიხილოთ ჰორმონული კვლევის შედეგების სავარაუდო ინტერპრეტაციები. პირველი ვარიანტი. როცა TSH არის ნორმა, FT4 ნორმა, FT3-იც ნორმა. ამ შემთხვევაში გვაქვს ეუთირეოზი, ანუ მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული აქტივობა ნორმალურია და შეესაბამება ორგანიზმის საჭიროებებს. მეორე ვარიანტში, თუ TSH არის მაღალი, FT4 და FT3 არის ნორმა. სახეზე გვაქვს ჰიპოთირეოზის სუბკლინიკური, ანუ შედარებით მსუბუქი ფორმა, როცა ფარისებრ ჯირკვალს გაძლიერებული სტიმულაციის ქვეშ უწევს მუშაობა, რადგან მის მიერ გამოყოფილი ჰორმონების რაოდენობა ვეღარ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნებს. მესამე ვარიანტი გვაქვს, როცა TSH არის მაღალი, FT4 დაბალი, FT3 კი დაბალი ან ნორმა. ეს უკვე მკვეთრი, ანუ კლინიკური ჰიპოთირეოზია, გამოხატული ჰორმონული დეფიციტით ორგანიზმში. მომდევნო ვარიანტში TSH გვაქვს დაბალი, FT4 და FT3 ნორმაა. ეს კომბინაცია მიუთითებს სუბკლინიკური, ანუ მსუბუქი ფორმის ჰიპერთირეოზზე. ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გააქტიურება და ხასიათდება მისი ჰორმონების ჭარბი გამოყოფით. თუ TSH დაბალია და მასთან ახლავს FT4 ან FT3 ჰორმონებიდან რომელიმე ერთის ან ორივეს მომატება, ეს გამოხატული კლინიკური ჰიპერთირეოზია. მომდევნო კომბინაცია ყველაზე იშვიათად გვხვდება. TSH-თან ერთად დაბალია FT4 და FT3-ის მაჩვენებლებით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეორად ჰიპოთირეოზთან. ამ დროს დაზიანების კერა არის ჰიპოფიზში და არა უშუალოდ ფარისებრ ჯირკვალში. განვიხილოთ იმუნოლოგიური კვლევის შედეგების კომბინაცია ჰორმონული კვლევის შედეგებთან, მაშინ, როცა ფარისებრი ჯირკვის აუტოანტისხეულებიდან ერთ-ერთი ან ორივე მომატებულია. პირველ ვარიანტში მომატებულ აუტოანტისხეულებთან ერთად ფარისებრი ჯირკვის ნორმალური ფუნქციური მაჩვენებლები, ანუ ეუთირეოზი ნიშნავს ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დიაგნოზს, როცა ფარისებრი ჯირკვალი არ არის დაზიანებული ისე, რომ გამოიხატოს ჰორმონული დეფიციტი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გაზრდილია მომავალში ჰიპოთირეოზის განვითარების რისკები. აუტოანტისხეულების საწინააღმდეგოდ მკურნალობის სტრატეგია არ არის შემუშავებული, საჭიროა პერიოდული მონიტორინგი და დაკვირვება. მეორე ვარიანტში მაღალ აუტოანტისხეულებთან ერთად ფიქსირდება ფარისებრი ჯირკვლის, ანუ თირეოიდული ჰორმონების სიჭარბე, სუბკლინიკური ან კლინიკური ჰიპერთირეოზის ლაბორატორიული სურათით. ეს მდგომარეობა გვხვდება აუტოიმუნური თირეოიდიტის საწყის სტადიაზე. და დაავადების ეს ფაზა ჰაში ტოქსიკოზის სახელით არის ცნობილი. ის გარდამავალია და გრძელდება დაახლოებით 1-2 თვის განმავლობაში. გამოწვეულია ჯირკვალში ჰორმონების მარაგების დაზიანებით და მათი ერთბაშად გადმოსროლით სისხლის მიმოქცევაში. და მესამე ვარიანტი, როცა მომატებულ აუტოანტისხეულებს უკვე ახლავს თან ჰიპოთირეოზის ლაბორატორიული სურათი. ეს არის აუტოიმუნური თირეოიდიტის საბოლოო ჰიპოთირეოზის ფაზა, როცა ჯირკვლის დაზიანება აუტოანტისხეულების მიერ იმ დონემდეა მისული, რომ ის ვეღარ გამოიმუშავებს ჰორმონების ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობას. მდგომარეობის მართვა გულისხმობს ჰორმონული დეფიციტის შევსებას მისი სინთეზური ანალოგის გამოყენებით პრეპარატის სახით, რომლის მიღება, როგორც წესი, ცხოვრების ბოლომდე არის საჭირო. ცალკე უნდა გამოვყოთ თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების ანტისხეულები. ეს აუტოაგრესორი განსხვავებული ხასიათისა და სხვა ანტისხეულების საპირისპიროდ იწვევს არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ დეფიციტს, არამედ პირიქით მის ზენორმულ გააქტიურებას. კვლევა კეთდება გამოხატული ჰიპერთირეოზის დროს, როცა ეჭვია გრეივსის დაავადებაზე. მისი დადებითი მაჩვენებელი ადასტურებს ამ დიაგნოზს. გადავდივართ ულტრასონოგრაფიის შედეგების კომბინაციებზე, ჰორმონული და იმუნოლოგიური კვლევების შედეგებთან. ზომაში გაზრდილი ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა იყოს აუტოიმუნური თირეოიდიტის ჰაში ტოქსიკოზის ფაზის მანიშნებელი, თუ მას ახლავს დაბალი TSH, FT4 და FT3 ჰორმონებიდან ორივე ან ერთ-ერთი მაჩვენებლის მომატება. თირეოიდული ანტისხეულები მომატებულია, ხოლო გრეივსის მარკერი ანტისხეული უარყოფითია. მეორე ვარიანტში ზომაში მომატებული ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება იყოს გრეივსის დაავადების თანმხლები. თუ ლაბორატორიულად TSH დაბალია, FT4 და FT3 მაღალია, ანტიტპO მაღალია ან ნორმა, თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები კი მაღალია. ფარისებრი ჯირკვის ზომაში გაზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს იოდის დეფიციტით იმ შემთხვევაში, თუ TSH მაღალია ან ნორმა, FT4 და FT3 დაბალია ან ნორმა, ანტიტპO ანტიტიჯი ნორმაა ან მომატებულია.
ფარისებრი ჯირკვლის ზომაში შემცირება უმეტესად ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგია. ამ დროს ლაბორატორიულად დასტურდება მაღალი TSH-ი, დაბალი ან ნორმალური FT4 და FT3, მაღალი თირეოიდული აუტოანტისხეულები. ერთეული ან მრავლობითი კვანძი ფარისებრ ჯირკვალში შეიძლება შეგვხვდეს. ფარისებრი ჯირკვლის სრულიად ნორმალური ფუნქციონირების ფონზეც, ჰიპოთირეოზის დროსაც და ჰიპერთირეოზის დროსაც. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების შესახებ უფრო ვრცლად მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებთ.